Როგორ ნაწილდება სიმინდის პროგრამისთვის განკუთვნილი სათესლე მასალა კახეთში მიმდინარე პროცესი სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა. პროდუქცია უწყება ამერიკულმა კომპანიამ მიაწოდა, რომელმაც საუკეთესო პირობები წარმოადგინა და ტენდერშიც გაიმარჯვა. საქართველოში იმედოვნებენ, რომ ახალი ჯიშის სიმინდი, რომელიც მაღალმოსავლიანი და გვალვა-გამძლეა, 300,000 ჰექტარზე დაითესება. ამ თესლით 1 ჰექტარზე 10 ტონა მოსავალი უნდა მოვიდეს, მაშინ როცა ამავე ფართობზე ქართული სიმინდი მხოლოდ 4 ტონას იძლევა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა მსურველს პროგრამაში ჩართვას და ამისთვის შეღავათიან პირობებს თავაზობს. ჩვენი მიზანია რომ უახლოეს მომავალში უკვე დავიწყოთ პროგრამის განხორციელება, შესაბამისად მინდა მოუწოდო ყველა სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეს, რომ მიიღონ ამ პროგრამაში მონაწილეობა, რადგან არის ბევრად უფრო მომგებიანი კულტურა, ვიდრე ნებისმიერი სხვა კულტურა დღეის მდგომარეობით საქართველოში, შესაბამისად გვაქვს სურვილი, რომ მთლიან საქართველოში დამუშავდეს 300,000 ჰექტარი ამ პროგრამისთვის, აგერ უკვე დამუშავდა ნაწილი ფართობების. ძალიან კარგი ადგილია, ფხვიერი მიწებია, ტენიანობა აქვს ძალიან კარგი და დიდი მოლოდინი რომ სიმინდის მოსავალი იქნება ბრწყინვალე მოსავალი. იმაში ჯობია ადგილობრივს, რომ მეტად უძლებს გვალვას, მოსავლიანობა აქვს მეტი.